ეროვნული ბანკის საცავში შენახული ოქროს ფონდი ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს გადაეცემა. საუბარია ბოლო 50 წლის განმავლობაში აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ოქროს საგანძურზე, რომელიც ამ დრომდე ბანკის საცავში ინახებოდა. გადაწყვეტილება რეგიონის მთავრობის ხდომაზე გაცხადდა. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში უკვე მოეწყო საექსპოზიციო დარბაზი. განსაცავი ჯერ ცარიელია, თუმცა მალე ამ საექსპოზიციო დარბაზში ოქროს საგანძური გამოიფინება. ძვირფასი მონეტების, სამკაულებისა და სხვადასხვა ეპოქის ნივთების დათვალიერება ნებისმიერი ვიზიტორისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ანტიკური, კოლხური და ბერძნულ-რომაული პერიოდის ოქროს საგანძური ბოლო 50 წლის განმავლობაში აჭარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროსაა აღმოჩენილი. გონიოს ციხესა და ფიჭვნარის ნაქალაქარზე ექსპედიციების დროს ნაპოვნი ოქროს განძი შუშის კარადებში განთავსდება. ოქროს ფონდში დასული ექსპონატები 1994 წლამდე სახელმწიფო მუზეუმში ინახებოდა. დავაკეთეთ განსაცავი ყველა მოთხოვნილების დონეზე. ორმაგი კედლები ავაშენეთ. ჩასმული არის ეგრეთ წოდებულ 18 მმ-იან ალმატურაში სიგნალიზაციის ნებისმიერი ყველაფერი გაკეთდა, რომ ნივთები იყოს დაცული. ეს საგანძური ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ასახავს კოლხურ კლასიკას, დიდ ურთიერთობებს ანტიკურ სამყაროსთან, ბერძნულ და რომაულ სამყაროებთან. საგამოფენო დარბაზში სიგნალიზაციის, გაფობისა და ელექტროგაყვანილობის ახალი სისტემა უკვე დამონტაჟდა. საექსპოზიციო დარბაზი ინფრაწითელი რეჟიმის სადღეღამისო კამერითა და მოძრაობის დეტექტორით აღიჭურვა. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ოქროს ფონდისთვის უსაფრთხო პირობების შესაქმნელად აჭარის კულტურის სამინისტრომ 57,000 ლარი დახარჯა. განძის ადგილმონაცვლეობის საკითხი მთავრობის წევრებმა დღეს დაამტკიცეს. მათი გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნული ბანკის ბათუმის ფილიალის საცავში შენახული ოქროს ფონდი არქეოლოგიურ მუზეუმში გადაინაცვლებს. 13 წევრიანი სპეციალური სამუშაო კომისია ამ საკითხის მოგვარებას ტურისტულ სეზონამდე გეგმავს. არქეოლოგიურ მუზეუმში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, შეიქმნა სპეციალური პირობები ოქროს ფონდის ექსპონირებისათვის, არის თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები დამონტაჟებული და შენახვის პირობები არის შექმნილი და ვფიქრობთ, რომ საინტერესო იქნება როგორც ტურისტებისათვის უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტებისათვის და ხელშეუწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებას. ევროპელი ტურისტები განსაკუთრებით ყოველთვის დაინტერესებული არიან მსგავსი კულტურული ღირსშესანიშნაობებით, როდესაც საქმე ეხება მitmodes ისეთ ექსპონატებს, რომელიც მართლაც უნიკალურია არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის მასშტაბით, არამედ ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ექსპონატები მართლაც ღირსეულად წარმოადგენს ჩვენი რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას. ტურისტულ სეზონამდე კიდევ ერთი პროექტის განხორციელება იგეგმება. უახლოეს პერიოდში 3 თაღოვანი ხიდის რესტავრაცია მოხდება. ფურწვიეს, ცხენმოანისა და ქოქოლეთის ისტორიული ხიდების პროექტირებასა და სარესტავრაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჩაატარებს. პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93,000 ლარით დაფინანსდება. შექმნილი იქნა კომისია ჩვენს მიერ, რომლის მიერ შემოწმებული იქნა თაღოვანი ხიდების მდგომარეობა, სერვისად ამ ეტაპისთვის მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დაუყოვნებლივ საჭიროება ამ სამხის სარეაბილიტაციო სამუშაოები და შემდგომად შერჩეული იქნა ეს 3 ხიდი. შემდგომისათვის იგეგმება კიდევ დარჩენილია 7 ხიდი, თაღოვანი ხიდის სარეაბილიტაციო. საკურორტო სეზონისთვის აჭარაში ჩამოსულ ტურისტებს ოქროს ექსპონატების საგამოფენო დარბაზში დახვდებათ. ეთნოტურიზმით დაინტერესებულ ვიზიტორებს კი რესტავრირებული თაღოვანი ხიდები და ახალი სამთო ტურები ელით.